მადლობა თქვენი დროისთვის. Პირველი კითხვა მინდა დაგისვათ სწორედ საერთო სურათთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. მოდი დავიწყოთ შედეგებით, რაც შეიძლება ვნახოთ აი იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელსაც მიმართავს ივანიშვილი და ქართული ოცნება, ხო? აი ჩვენ ვახსენეთ ბრიტანეთის სასამართლოში მიმდინარე საქმე, სანქციების მოლოდინი, ამ საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც აი ამ პერიოდის განმავლობაში ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება მიმართავს. Როგორ ფიქრობთ, აი რა როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესში სანქციების საკითხს და რამდენად რეალისტურად მოჩანს ახლა ეს პროცესი იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დავიწყებ შიდა მდგომარეობის შეფასებით, ტრაექტორიით, რომელთაც ეს რეჟიმი მიდის. ცხადია უკვე რა არის მათი მიზანი, ისინი მორიგჯერზე, ბიძინა ივანიშვილი მორიგჯერზე ერთგვარ ქირურგიულ ოპერაციას უტარებს საქართველოს საჯარო პოლიტიკურ სივრცეს. ამის მიზანია, რომ საბოლოო ჯამში მივიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და საბოლოოდ გარდაქმნას საქართველოს პოლიტიკური ველი ისე, რომ მან შექმნას მისთვის მისაღები სანქციონირებული და ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული ოპოზიცია, ხოლო ოპოზიცია, რომელიც მისთვის მიუღებელია, ეტაპობრივად გააქროს პოლიტიკური ველიდან, შერჩევითი დამიზნებული პოლიტიკური რეპრესიების სწორედ და ამას ემსახურება, აქ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მაინც და მაინც რეპრესიით მიიღწევა არასასურველ პოლიტიკურ სუბიექტთან გაქრობა, თუმცა რეპრესიას აქ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში თავისი როლი აქვს, ის ანაწევრებს და აყალიბებს საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ველზე მდგომარეობას იმგვარად, რომელიც საბოლოოდ რეჟიმს უქმნის აი ამ ხელსაყრელ სიტუაციას. ივანიშვილი რა თქმა უნდა ჩქარობს მათ შორის იმიტომაც, რომ აი ეს რეპრესიის ესკალაცია, რომელიც მას ამისთვის უწევს, რა თქმა უნდა იწვევს გარე რეაქციასაც და შესაძლო სანქციებსაც. უბრალოდ მას რის იმედი აქვს, ხომ რა უნდა რომ ადგილზე გააკეთოს, როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების და მასზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერების, ასე ვთქვათ, დრო, რამდენად იქნება გარედან გამოჩნდება, რომ მოდი გავზარდოთ ისე ეს სასანქციო ზეწოლა, რამაც შეიძლება შიგნით წარმოშოს ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება რეჟიმის ჩამოშლა და მისი ალტერნატივის პოლიტიკური გამარჯვება გამოიწვიოს, თუ ასეთ ალტერნატივას ვერ ვხედავ. ივანიშვილის მთავარი მისიაა, რომ პოლიტიკური ველი იმგვარად გარდაქმნას, რომ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერავინ ვერ დაინახოს მისი პოლიტიკური ალტერნატივა და საბოლოო ჯამში ამგვარად შეეცადოს, რომ თუ ბოლომდე ვერ აირიდებს თავიდან სასანქციო, ასე ვთქვათ, წნეხს, ეს სასანქციო წნეხი დროში გაწელოს, ან იმგვარად მიიღოს იმგვარი პერიოდულობითა და ისეთი ინტენსიურობით მიიღოს ეს სასანქციო წნეხი, რომელიც მას არ ჩამოშლის, ხო? რაც ზიანის მინიმიზაცია, ხო, რა თქმა უნდა, ეხა ის მუშაობს ზიანის მინიმიზაციის რეჟიმში. ეს არის საბოლოო ჯამში ის, რასაც ივანიშვილი ეხა აკეთებს. შიგნით და გარე მდგომარეობის გათვალისწინებით. ერთი საკითხი მინდა, ასე ვთქვათ, გავამახვილო ერთ საკითხზე ყურადღება, ლიდერების დაკავება ახსენეთ დავით თქვენ და რეალურად ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ითქვა, რომ მიზანი არის, რომ თქვენც ახსენეთ თუ არ ვცდები, რომ მოხდეს მათი გაქრობა ველიდან. ამ დროს ის ფორმა, რაც არის რეალურად შერჩეული, ხო, ეს არის რაღაც რა საფუძველზეც ხდება ამ პირების დაკავება და ჩვენ ვიცით, რომ მთელი სერიები კიდე წინ გველოდება არსებითი განხილვის შედეგად. ან ადამიანებს გაუშვებენ ყველას, არსებითი შედეგად, ან უკვე იქნება საპატიმრო გადაწყვეტილება, ხო, ბოლოს უკვე ვიძახი არსებითის შემდეგ. რეალურად ლიდერების დაკავება ხო პროტესტის გაფართოების პროპორციული უნდა იყოს. აი აქ რა გათვლა შეიძლება იყოს კონკრეტულად ივანიშვილის მხრიდან? ანუ ზიანდება პროტესტი, როგორ ფიქრობთ?
პროტესტის დაზიანება თუ კი ამიზანი, მაშინ ლიდერების დაკავება, პოლიტიკური ლიდერების პროტესტის გაფართოების პროპორციულად და ხო, ეს მაინც და მაინც ერთმანეთთან საბოლოო ჯამში არ არის კავშირში, პირდაპირ კავშირში, ხო? თითქოს ჩანს, რომ შეიძლება მან გამოიწვიოს უკურეაქცია პროტესტის გაფართოების, მაგრამ ასეთ რეჟიმებში რეპრესიას და დამიზნებულ რეპრესიას უკან მოყვება ამ რეპრესიის საზოგადოებასთან პროპაგანდისტული კომუნიკაცია. ანუ უფრო მეტად ეს მათ შორის ეს შოუ, ხო, ანუ ეს შოუ სასამართლოები და შოუ პროცესები ხდება მათ შორის პროპაგანდისტული კომუნიკაციისთვის თავის აუდიტორიასთან, ოპოზიციურ აუდიტორიასთან და ოპოზიციურ ველზე, ხო? ეხლა მაგალითად დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც აი ამ დაკავებებს მოყვა, მათ შორის ქართული ოცნების აუდიტორიაში, მისი მხარდამჭერების აუდიტორიასთან როგორ ხდება ჯაფარიძის კომუნიკაცია, დავაკვირდეთ პროპაგანდა რას აკეთებს იქ და დავაკვირდეთ აქეთ ფლანგზე რა ხდება. აქეთ ფლანგზე არის კი ერთგვაროვანი რეაქცია. თუ არის სხვადასხვა ტიპის შეფასებები და სხვადასხვა ტიპის მოძრაობები, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება სრულიად ხმაგვარი, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლეოდეს აი ამ რეპრესიის კამპანიის, რომელიც აფერხებდეს საპროტესტო მობილიზაციას და პირიქით, ხო, უფრო მეტად შეჰქონდეს უნდობლობა, უფრო მეტად შეჰქონდეს ნიჰილიზმი, უფრო მეტად შეჰქონდეს გაუცხოვება პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური კლასის მიმართ, ხო? ჩვენ საბოლოო ჯამში ხა რასაც ვაკვირდებით და რაც ხდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის დღის წესრიგი, მათ შორის რომელიც ამ რეჟიმს აქვს და დღის წესრიგი, რომლითაც ის საინფორმაციო სივრცეში მუშაობს და რომლითაც ის მათ შორის საინფორმაციო სივრცის манипуляციას ახერხებს, ხო? ანუ ის არის, რომ ის ჯერჯერობით სრულად ჰეგემონურად არაკონტროლებს ყველა მედია საშუალებას, მაგრამ ცდილობს, რომ შესთავაზოს, ანუ კონდეს გარკვეულწილად манипуляცია და ჩარჩოს მიცემა, ანუ გაავრცელოს манипуляციური ჩარჩო ნარატივები, განსაკუთრებით აი ესეთი რეპრესიული აქტების შესახებ, ხო? აქ ყველაფერი, ანუ არის აი ამ კონკრეტული ჩარჩოს ნაწილი, ხო, ვის ამოიღებენ მიზანში, ვის როდის დააპატიმრებენ, ვის რა ფორმით დააპატიმრებენ, იქ პოლიციის რაოდენობას როგორ გამოიყვანენ, ეს არის მათ შორის ერთგვარი სანახაობრივი ელემენტიც აქვს ამას, ხო, რეალურად. იმიტომ რომ ისინი ამით ანუ რამდენიმე ფუნქცია აქვს, ხო? ანუ რეჟიმს აქვს ეხლა მათ შორის ამ რეპრესიებით ორი ტიპის ფუნქცია აქვს, ხო? მათ შორის აი ჯაფარიძის დაკავების მთავარი სარგებელი, ხო? აი რა სარგებლის მომკასაც ეხლა ცდილობს რეჟიმი. ძირითადად არის ორი ტიპის, რა. ეს არის ლეგიტიმაციის გამყარება საკუთარ ძირითად მხარდამჭერებში, მათი კიდევ უფრო მოტივირება, რომ ისინი ძალას ასხივებენ, ეს არის საკუთარი აუდიტორიის მიმართ და დელეგიტიმაცია და დისონანსის შეტანა და ეჭვის დანერგვა საბოლოო ჯამში და ის რომ ხო აი რა ვიცი ანუ რაღაც ჯაფარიძე ხომ არ მსახიობობს რაღაც დრამას ხო არ დგამს თავს ხომ არ იჩვენებს იქ რაღაც მეუღლეს ხელი რატომ ჩაკიდა რატომ გადაეხვია დამშვიდობებისას ცოლს და ასე შემდეგ ხო ჩვენ აი ამ ტიპის ასე ვთქვათ კომენტარებს ვისმენთ ხო საბოლოო ჯამში მოყოლებული გუშინდელს შემდეგ და ეს არის საბოლოო ჯამში რომ შევხედოთ ხო საბოლოო ჯამში აი ეს რეპრესია საბოლოოდ გვაძლევს ამ ტიპის ფრეიმინგს და ჩარჩო ნარატივებს იმისა თუ როგორი იქნება აღქმები რეჟიმის მხარდამჭერებში, როგორი იქნება მის მოწინააღმდეგეებში, აღქმების ომი არის, ხო? ანუ ჩვენ ვიბრძვით რეალობაზე და ვიბრძვით რეალობის რეპრეზენტაციაზე. კი, დავით, თქვენ ახსენეთ ივანიშვილზე ზიანის მინიმიზაცია და მე ერთ-ერთ საკითხად გამოვყავი, აი ის ინფორმაცია, რომელიც
მაინც იყოს ჩვენ საინფორმაციო ეთერში, ანუ ეს კრედიტ სვისთან მრავალასეულ მილიონიანი დავა, რომელიც გადადის დასკვნით ფაზაში. ანუ რეალურად ივანიშვილი საკმაოდ პრაგმატული ადამიანია, ეს მრავალი რაღაც მიუთითებს მასზე, იგივე მისი არაპოლიტიკური წარსული და ასე შემდეგ და ის ცხადია, რომ კონკრეტულ საკითხებს უყურებს, ხო, აი რას დააკარგინებს, რას შემატებს ეს პროცესი. ანუ სანქციებსაც დიდი ალბათობით სწორედ ამ კუთხით უნდა უყურებდეს, ხო, ადამიანი, რომელსაც ამხელა ქონება გააჩნია. აი ამაზე რის თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად, აი სანქციების ზიანი ამ პროცესში, თუნდაც ამ ფულზე, ხო, ჩვენ გვახსოვს მისი შეფასება რა იყო წინა დავების შესახებ, როგორ ღელავდა ის რა ბედი ეწია ამ გაყინულ თანხებს. რა თქმა უნდა, ის შეეცდება, რომ სანქციები ან სრულად აიციოს თავიდან, ან მაქსიმალურად გადაავადოს მათი დაწესება და მათი აღსრულება, მაგრამ მას ასევე კარგად ესმის, რომ თუ ის გამოჩნდება, რომ კონტროლს კარგავს ქვეყნის შიგნით ძალაუფლებაზე, ის კიდევ უფრო შეიძლება მოწყვლადი გამოჩნდეს, ხომ? და კიდევ უფრო მოწყვლადი გამოჩნდეს აი ამ სანქციების მიმართ. შესაბამისად ის რისკავს, ხო, რა თქმა უნდა. რისკავს, იმიტომ რომ ჯერც არავინ იცის ვის როდის დაეწევა ეს სანქცია. პარალელურად ადამიანს დავაქვს ამ ძალიან დიდ ფულზე, რომლის ბედით ბუდოვანი შეიძლება გახდეს მოგების შემთხვევაში. აი თქვენ ეხა ახსენეთ, რომ ბრიტანეთი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსაკუთრებით ევროპაში მთელი ფინანსური სისტემა არის ლონდონში ბაზირებული, მაგრამ არ დავავიწყდეს, რომ ივანიშვილს უკვე ადევს ამერიკის ხაზინის სანქცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხაზინის ნებართვა ჭირდება მას, მათ შორის სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მიღებული თანხების განკარგვაზე მსოფლიო ფინანსური სისტემის შიგნით. მას ეს სანქცია უკვე ადევს, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის სანქციებს ბერმუდასთან დაკავშირებით და სხვა, ანუ ბრიტანეთის სანქციები კიდევ უფრო რატომ არის მტკივნეული, რომ მისი ეს ბიზნეს იმპერია ძირითადად დიდი ნაწილი მაინც რეგისტრირებული არის ვირჯინიის იყო ყოველ შემთხვევაში ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც ბრიტანეთის იურისდიქცია არის, ხო? ეხა ამის შემდეგ, რაც ბრიტანეთის სანქციის საშიშროება დადგა, ჩვენ ასევე ვიცით, რომ მან ამ კომპანიების და კაპიტალის გარკვეული მიგრაცია, ანუ დაზღვევა წინასწარ დაიწყო. ჩვენ არ ვიცით ჯერ სრულად დაზღვევა, მე მგონი სრულად დაზღვევა რთულია, ხო? დავით, თქვენ ახსენეთ რისკავსო ივანიშვილი. ანუ რას და რატომ? ხო, ივანიშვილი ბევრ ამას რისკავს, ხო, ივანიშვილი ბევრ ამას რისკავს, მათ შორის რისკავს დასავლეთში ჯერ კიდევ არსებულ მის აქტივებთან სრულ გამომშვიდობებას, რისკავს იმას, რომ ის დასავლური ფინანსურ სისტემაში მიუღებელი პირი იქნება და არა მხოლოდ ის, არამედ ვისაც მასთან საქმის დაჭერა უნდა, ხო, მაგალითად მეგობარ აქტში გათვალისწინებული არის ეგრეთ წოდებული მეორადი სანქციები, ანუ ვისაც დასანქცირებულ პირებთან ექნება კავშირი, ყველა დაექვემდებარება იგივე სანქციებს. ხო, ეს უზრუნველყოფს პრაქტიკულად გლობალურ აღსრულებას, ისე რომ შეიძლება ჩინური, რუსული ინსტიტუტებიც კი უფრთხოდნენ, ხო, ვისაც ამერიკულ ფინანსურ სისტემასთან საქმის კეთება უნდა ამის გაკეთებას. ამას რისკავს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ამის გარისკვა ღირს იმად, რომ მან ამ ქვეყანაში ძალაუფლება განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს. იმიტომ რომ კავშირში არის მის მატერიალური შესაძლებლობის გრადობასთან თავისთავად. აბსოლუტურად. მისი ძალაუფლება ეს პირდაპირ პროპორციულით შეიძლება. და შესაძლებლობასთან რომ ივაჭროს იმ სანქციების მოხსნაზე. ანუ საბოლოო ჯამში ის ერთადერთ შესაძლებლობად რომ აი ამ სანქციების მუხარას და დასანქცირების შემთხვევაში უკვე თავად სანქციებს თავი დააღწიოს, და ამაში არის ის რაციონალურად, ანუ მართალია, რომ მან თუ აქ ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა, მაშინ ის დასრულდება სრულად. ის სანქციები სამუდამო იქნება, ის დაკარგავს ყველაფერს თავის ცხოვრებაში. მაგრამ მან თუ აქ ძალაუფლება შეინარჩუნა სანქციების პირობებში, მას ექნება სავაჭრო. ის შეძლებს რომ ივაჭროს
საქართველოს ბედით ვაჭრობს, როგორც ახლა ვაჭრობს საქართველოს ბედით. აი, დავით, მე ვახსენე პოლიტიკოსების საქმეები და მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს საქმეები რეალურად, ანუ ეხლა ხო წინასწარ პატიმრობაზე არის საუბარი, ხო? ანუ რეალურად გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით იქნება არსებითი განხილვების დასრულების შემდეგ, ხო? აი, რამდენ პროცესშიც არ უნდა დასრულდეს საქმე, საბოლოოდ ანუ ციხეში წავლენ, ანუ გარეთ არჩებიან ეს თითოეული პოლიტიკური ლიდერი. ანუ აი, როდესაც თქვენ რო თქვით, რომ აი რაღაცების კონკრეტული საკითხების გამო რისკავს, მათ შორის ესეც ფაქტორია, ეს ლიდერების თემა, რომელიც შემოიტანა და შექმნა მოკლე მარტივი მექანიზმი, გამოკეტოს ეს ადამიანები თუ დატოვოს ისინი გარეთ თავისუფლებაზე, ხო? ანუ აი მათი ასე ვთქვათ, ესე მათი დაჭერობანას თამაში ივანიშვილისთვის არის მარტო ტაქტიკური რა. სტრატეგიული ამოცანა მე დასაწყისში ვთქვი, ხო? სტრატეგიული ამოცანა მისთვის არის, რომ უზრუნველყოს თავისი ჰეგემონური ადგილი და მათ შორის დარჩეს მხოლოდ ის ოპოზიცია, რომელიც შეგუებულია, რომ მუდმივად ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებაში, ხო? აი წარმოვიდგინოთ ეხლა რას აკეთებს, ხო ივანიშვილი? აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი საჯარო პოლიტიკური სივრცე არის რაღაც მღვრიე ტბორი და ივანიშვილი მასში თევზაობს. და მისი მიზანი არის საბოლოო ჯამში, რომ ვინც დარჩება ამ ტბორში და რომელი თევზებიც მოეწონება, ის თევზები ამოიყვანოს და აკვარიუმში ჩასხას და აკვარიუმში გვაჩვენოს, რომ აი ეს არის ნამდვილი ოპოზიცია. ის თევზები, რომლებიც აკვარიუმში ვერ მოხვდებიან, ზოგიერთს შეწვავს, ზოგიერთს მოხარშავს, ზოგიერთს მდინარეში გაუშვებს. თუმცა ეხა ვინც აი ამ ტბორში არიან, ზოგიერთს უნდა რომ ტბორს თავი დააღწიოს, მაგრამ ზოგიერთს კომფორტულად ეჩვენება და უნდა რომ ივანიშვილმა იმ თავის აკვარიუმში ჩასვას. ფუნდამენტური პრობლემა ეს არის, ხო, რომ ბევრისთვის ივანიშვილის აკვარიუმში მოხვედრა არის ტბორიდან მნიშვნელოვანი. აი, ხატოვნად რო ვთქვათ და რო დავახასიათოთ, აი დაახლოებით ამას აკეთებს, ამის გაკეთებას ცდილობს ეხა ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მას ეხა ეს წარმოუდგენია თავისი ავტორიტარული რეჟიმის სტაბილურობის გარანტიად. ეს მართლაც მასია სახელმძღვანელოთი, ხო, ანუ ავტორიტარული რეჟიმების სახელმძღვანელოთი რო აიღებ, კი, ბიძინა ივანიშვილი შემიძლია აკადემიურად გითხრათ, ის ცდილობს ეხა ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმის სტაბილიზაციას. ეს არის აკადემიურად, არა აკადემიურად ახსენი, ხო, რასაც აკეთებს აი ტბორის და აკვარიუმის მაგალითზე. ანუ ორივენაირად შეგვიძლია რომ ვთქვათ, ის ამას აკეთებს, ამისთვის იყენებს ტაქტიკურად, ზოგს დაიჭერს, ზოგს გაუშვებს პერიოდულად, ზოგს ისევ ტბორში გადააგდებს, ზოგს ამოიყვანს დროებით აკვარიუმში ჩასვამს. ეს არის საბოლოო ჯამში, რასაც მას აკეთებს, ის აკეთებს უკვე დიდი ხანია და ჯერჯერობით გამოზდის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აი ამ საბოლოო ჯამში მდგომარეობაში. ხო, ეხა ჩვენ ველოდებით სანქციებს, ხო, რომელიც შეიძლება იყოს, რომ ვიღაცამ კაშხალი შეიძლება გახსნას და ეს ივანიშვილის ტბორი მთლიანად გადარეცხოს, ხო? მაგრამ ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ კაშხალი ვინ შეიძლება გახსნას, იმაზე კონტროლი არ გვაქვს. მესმის. დიდი მადლობა, დავით. მადლობას გადაგიხდი, დაგემშვიდობები.